დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. ადამიანზე როგორც მთავარ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის რელიგიური წამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მიუხედავად მისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულები აღმოვაჩენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი უნარი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, აუცილებლად დავაფასებთ იმასაც, რას ნიშნავს უნარების გარეშე, შესაძლებლობების გარეშე ცხოვრება. და წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამყაროს, როდესაც ჩვენ გვესმის ამ სამყაროსი და მხოლოდ ასეთი ინფორმაციული ნაკადით, ნაკრებით აღვიქვამთ მთლიანობაში სურათს, რომელიც ჩვენს გარშემო არის. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, სულ რამდენიმე წამით, თუნდაც, როდესაც მე ახლა გესაუბრებით, მაგრამ თქვენ მხოლოდ რამდენიმე წამით ვერ დამინახავთ. დიახ, თქვენ ახლა მე ვერ მხედავთ, მაგრამ გესმით ჩემი ხმა, გესმით ჩემი ყოველი სიტყვა, ჩემი მიერ ნათქვამი ყოველი ბგერა, მაგრამ თქვენი აღქმა სამყაროსი შეიცვალა, იმიტომ რომ ვერ ხედავთ ფერს, ვერ ხედავთ საგნებს, ვერ ხედავთ ხაზებს იმ სამყაროში, რომელიც თქვენს გარშემო არის. მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, როდესაც ახლა თქვენ მე მხედავთ, მაგრამ დადგება რამდენიმე წამი ჩემი ამ ფრაზის შემდეგ, როდესაც თქვენ ჩემ ხმას ვერ გაიგონებთ. დამინახავთ როგორ ვლაპარაკობთ, მაგრამ ვერ გაიგონებთ ჩემს ხმას. ორივე ეს მდგომარეობა, თუ დაუბრუნდებით ახლა ჩვეულ ვითარებას, ვხედავთ კიდევაც, გვესმის კიდევაც, რა თქმა უნდა, უჩვეულოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც მსგავსი სირთულეები არ აქვთ. მაგრამ ახლა მე მინდა გთხოვოთ, სულ რამდენიმე წამით აღიქვათ სამყარო სმენის და მხედველობის გარეშე. დიახ, აი ახლა ამ ფრაზის შემდეგ დადგება რამდენიმე წამი, როდესაც თქვენ ვერც დამინახავთ და ვერც გაიგებთ ჩემს ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მე საუბარს გავაგრძელებ. დასრულდა ეს წამები, მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა ეს მდგომარეობა, როდესაც ვერც მხედავდით, არ გესმოდათ, მაგრამ ამან დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო განცდები გაგიჩინათ და თუნდაც რამდენიმე წამით მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება. და რა მოხდება მაშინ, თუ გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ადამიანები, რომელთაც რაღაც მიზეზით არ ესმით, ან ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, სამყაროს ისტორია შეცვალა ქალმა, რომელსაც არც ესმოდა, ვერც ხედავდა 19 თვის ასაკიდან, რომელსაც უზარმაზარი გზა ჰქონდა გასავლელი წინ, რომელსაც 7 წლის ასაკიდან თავისი პედაგოგი ეხმარებოდა იმისათვის, რომ მიუხედავად მხედველობის და სმენის არქონისა დაეწერა, ემეტყველა, ბაკალავრის ხარისხი დაეცვა, გამხდარიყო ცნობილი ავტორი სხვადასხვა გამოცემისა და რაც თავარია მაგალითი სამყაროსთვის, აი ასეთი ადამიანებიც არსებობენ და ეს ქალბატონი, ვიზედაც ახლა მე თქვენ გიყვებოდით, ეს არის ჰელენ კელერი, რომელზედაც ცხადია დღეს პირველად არ გესაუბრებით, თუმცა შემიძლია სიამაყით თქვა, რომ საქართველოში სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი პირველად, სწორედ ჩვენი გადაცემიდან შეიტყვეთ თქვენ ამ საოცარი ქალბატონის შესახებ პირველად და პირველად მოისმინეთ ისტორია, რომელმაც არა უბრალოდ კონკრეტული თემის ადამიანთა ცხოვრება შეცვალა, არამედ მთელი კაცობრიობის დამოკიდებულება შეცვალა შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ და ჩვენი ყოველწლიური შეხვედრა, ჩვენი ყოველდღიური საუბარი ამ თემაზე, ეს სხვა არაფერია თუ არა შესაძლებლობა ჩვენს გადაცემაში, ისევე როგორც ყველა წინამორბედ წელს გაიხსნას ჰელენ კელერის საერთაშორისო კვირეული. დიახ, დღეს ჩვენ ამ კვირეულს ხსნით და ეს არის კიდევ ერთი საბაბი დავფიქრდეთ
იმაზე, თუ რამდენად შეუზღუდავი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის უნარები მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულფასოვნად აღიქვას სამყარო. ამაზე მე ვფიქრობ, არც არაფერია სადავო, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ფლობენ, აი ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ჩვენი გადაცემის გამოცდილება. ჩვენ არაუბრალოდ თემებზე გიყვებით, არამედ ადამიანურ ისტორიებს გიზიარებთ და ამ ადამიანური ისტორიების გარკვეული ნაწილი ჩვენი გადაცემის ისტორიის ნაწილიც არის. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ახლა გადაცემას უყურებთ, შესაძლოა მიეჩვიეთ, რომ გამოსახულებაში აუცილებლად არის ერთი ფანჯარა. ფანჯარა, სადაც არაჩვეულებრივი ქალბატონები ჩემს მიერ ნათქვამ ფრაზებს კიდევ უფრო გაცაგებად აქცევენ კონკრეტული თემისთვის. ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ, თქვენამდე ჩემი სათქმელი მოაქვს ქსენია მოსიკაშვილს. ის არის ჩვენი გუნდის წევრი. მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ისტორია, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო და ჩვენ ეს კომუნიკაცია უკვე ძალიან დიდი ხანია გვაქვს. მე მინდა გაგახსენოთ რუსო მაჭარაშვილი. მე მინდა გაგახსენოთ ესმა იაკობაშვილი, მაიკო კუბლაშვილი და რაც საკვირველია, ლეკე ჯაფოშვილი, რომელიც დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია. ლეკე, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. და ძალიან მიხარია ყოველთვის, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ეს ისტორია გავიხსენოთ. გავიხსენოთ თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ერთი ოჯახი. მაყურებელმა შესაძლოა ბევრი დეტალი არ იცის, მაგრამ იმისთვის, რომ სათქმელი ასე მთლიანი მივიტანოთ საზოგადოებამდე, ჩვენ ცხოვრობთ და მუშაობთ როგორც ოჯახი. და თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ვართ თქვენი ოჯახი. აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, რომელიც შეიძლება ბევრისთვის გაუგებარია. მე მამეცადინებენ ჩემი მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები და რასაც ახლა გავაკეთებ, არაერთხელ გამიზიარებია მაყურებლისათვის. მე მესმის თქვენი. მე თქვენ მიყვარხართ. ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთგაგება და ჩვენი სიყვარული, მაგრამ ლეკე, ის რომ ჩვენ დავიწყეთ პირველად ჩვენმა გადაცემამ ჰელენ კელერზე საუბარი, ეს არის არა თავმოსაწონებლად ნათქვამი, არამედ გახსენება იმ ნაბიჯისა, რომელმაც მიზნად დაისახა შეეცვალა საზოგადოების ცნობიერება. რამდენად შეცვალა ჩვენმა ურთიერთობებმა საზოგადოების ცნობიერება, რამდენად შეცვალა ჩვენმა კომუნიკაციამ, ჟესტური ენების ჩართვამ ჩვენს გადაცემაში იმ თემთან ურთიერთობა, სადაც მაგალითად შენ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში პრაქტიკულად შუამავლად იქეცი.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ მარი. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამდენწლიანი თანამშრომლობის და ურთიერთობის ფონზე ნამდვილად შეცვალა საზოგადოებაში ამ გადაცემამაც და ძალიან ბევრმა სხვა გადაცემამაც ცნობიერება, თუმცა სამედიცინო სფეროში ბევრი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი ყუდასმე დაქუეთებული ადამიანებისთვის და ჩვენმა გადაცემამ შეიძლება ითქვას, რომ მართლა ძალიან დიდი ცვლილებები მოახდინა მათში ცნობიერების კუთხითაც, ხო? აი მე მინდა რომ ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, აი ჩვენს მუშაობას, თვითონ სრულად თარჯიმნებისაც, ხო? ერთია რომ ჟესტური ენა არის საკომუნიკაციო ენა, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს და საზოგადოების ნაწილს ესეც ალბათ ცნობიერებისგან გამომდინარე, გონიათ რომ ეს არის მხოლოდ ხელების მოძრაობა, ასე ვთქვათ. თუმცა მინდა რომ კაფიოთ თქვა, რომ სამედიცინო ტერმინოლოგია, სხვადასხვა სფეროები, ვთქვათ, იურიდიული ტერმინოლოგია ძალიან განსხვავდება ჟესტურ ენაში. ანუ ჩვენ ფაქტიურად გავიზარდეთ ამ გადაცემაში, შეიძლება ითქვას, ჩამოვყალიბდით როგორც პროფესიონალები და აუცილებლად ხდებოდა, მაგრამ მე მგონი ადრეც ასე იყო და ახლაც ასე ხდება, რომ ურთიერთგაცვლა ხდება ინფორმაციის, თქვათ, არის რაღაც ტერმინები, რაც შეიძლება ბუნებრივია ჩვენ არ ვიცოდეთ, ამიტომ კადრს მიღმა ვაზუსტებთ. მიღმა ვაზუსტებს და ამას გარდა თვითონ ჟესტთან დაკავშირებითაც ხდება ერთმანეთში. სრულად თარჯიმნებში ინფორმაციის გასვლა დაზუსტება, თქვათ, როგორ შეიძლება რომ ზუსტად მივაწოდოთ მაყურებელს ის ინფორმაცია გასაგებ ენაზე და გამარტივებულ ენაზე. რეალურად ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში შენს ფრაზებს დავეყრდნობი, რომ ჩვენ არაუბრალოდ ჟესტური თარგმანით გავდივართ, არამედ ჩვენ დარგობრივი ჟესტური თარგმანი ჩამოგვეყალიბდა და ეს არის უნიკალური მონაპოვარი, რომელიც არავის აქვს მსგავსი გამოცდილება და რომელიც არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი, ისტორიის ნაწილი და რაც თავარია თქვენ ხართ ამ კონცეფციის და ისტორიის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მინდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ერთი მთავარი კითხვა დავსვათ. გასაგებია რა გზა გაიარა ჰელენ კელერმა და უამრავი ისტორია იწერება ამის შესახებ, უამრავი ქვეყნის ადამიანები ინტერესდებიან ამ ისტორიით, იმიტომ რომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. თუმცა ჰელენ კელერის კვირეულის გახსნა ჩვენს გადაცემაში სისტემატურად, ყოველწლიურად ჩვენთვის ყოველთვის იყო უნდა ვაღიაროთ და არის საბაბი ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და რომელთაც აქვთ მსგავსი სირთულეები, მაგრამ ასე წარმატებით ვერ გადაჭრიან ეს ადამიანები. და თუ ობიექტურად შევხედავთ, მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა შუამავალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მაგალითად თქვენი დახმარებით, შენი დახმარებით მივიტანოთ ადამიანთან ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ამ ადამიანის საჭიროება. ამიტომ მე ყოველწლიურად ვცდილობ დავსვა ეს კითხვა. რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც დღეს სმენა დაქვეითებული ან სმენის არ მქონე ადამიანებისათვის არის ამ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, ქართულ სოციუმში. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ადამიანებისთვის? მარი, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ალბათ არის კომუნიკაციის პრობლემა, გულისხმობს სმენიან საზოგადოებასთან. თუმცა ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე ადამიანებს, რომ რაღაცა გარიყული თემი არის ხოლმე ყურადღებას დაქუეთებული ადამიანები. შეიძლება ესე გარედან ჩანს, თუმცა მათ აქვს თავიანთი სოციუმი. სადაც ურთიერთობების თვალსაზრისით, მეგობრობის თვალსაზრისით, ანუ ასე ვთქვათ, არანაირი ბარიერი არ აქვს. თუმცა, როდესაც საქმე არის ხოლმე ესეთ სერვისებზე, ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან ეს ადამიანები, ან სხვა მომსახურებას იღებენ, აქ ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაცა დიდი კედელი მათ შორის, ანუ სმენიასა და სმენადაქვეითებულ საზოგადოებას შორის და კომუნიკაციის თვალსაზრისით, ანუ სამედიცინო პრობლემებზე, ჯანმრთელობის პრობლემებზე არის სირთულე. დიახ, საბედნიეროდ ახლა უკვე არსებობს სერვისები, სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი სერვისები, სადაც ხდება თარჯიმნის მომსახურების ანაზღაურება. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც სამწუხაროდ ყურადღებას დაქუეთებულ ადამიანს უწევდა თვითონ კონსულტაციაზე მისვლა სამედიცინო დაწესებულებაში თარჯიმნის თანხლებით, რომლის ანაზღაურებასაც თვითონ უზრუნველყოფდა ხოლმე და დამატებით პირადი რესურსებით, დიახ, დამატებითი ხარჯის გაწევა უწევდა ხოლმე, ასე ვთქვათ, კონსულტაციისთვისაც და თარჯიმნის მომსახურებისთვისაც, რაც სოციალური პირობებისთვის ძალიან რთული იყო ამ ადამიანებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ახლა შეიცვალა, მაგრამ ერთ რაღაცასაც ვიტყვი ამ სამედიცინო მიმართულებაზე, რომ კონფიდენციალურობის
დაცვა ხშირად ვერ ხდება ხოლმე, თუმცა თარჯიმის მოვალეობა, რა თქმა უნდა, არის რომ დაიცვას კონფიდენციალურობა, თუმცა ამ ადამიანს ხანდახან უნდა რომ პირადად ექიმთან ჰქონდეს უნებურად სამკუთხედი მაინც ყალიბდება. პერსონალური ინფორმაცია მას მისცეს, ასე ვთქვათ, ხო? თუმცა ამის საშუალება ხანდახან არ ხდება ხოლმე. და რა ვიცი, აი მოკლედ ამ მიმართულებით არის ძირითადად უფრო კომუნიკაციის თვალსაზრისით პრობლემა და მე განათლებასაც გავუსვავ ხას, ვინაიდან განათლების სფეროში აქტიურად მონაწილეობ, არის უმაღლესი განათლების მიღების საკითხი ძალიან მწვავედ სირთულეთ. დიახ და ეს გამომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ ამ ეს ადამიანები საუბრობენ ჟესტურ ენაზე. მე მინდა მკაფიოდ თქვა, რომ ჟესტურ ენას, როგორც ნებისმიერ უცხო ენას, აქვს თავისი სტრუქტურა, თავისი გრამატიკული ელემენტები და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ სამეტყველო ენა, ქართული ენა ძალიან განსხვავდება ჟესტური ენისგან, ამ ადამიანებს უჭირთ გამართულად წერას, იმიტომ რომ ქართულის გრამატიკა სულ სხვა არის და ჟესტურის სხვა. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას თქვათ არ შეუძლია საკუთარი მოსაზრების გადმოცემა ჟესტურ ენაზე, უბრალოდ წერილობითი ბარიერი ახლავს ამ ყველაფერსთან და სწორედ ამიტომ არის სირთულე, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება, ვინაიდან საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას და ასე შემდეგ. თუმცა ჰელენ კელერის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი სირთულის გადალახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ოჯახის როლი. ოჯახი არის აქტიურად ჩართული ბავშვის განვითარებაში. ხომ, აი ჰელენ კელერის მაგალითზე თქვა პედაგოგი აღმოჩნდა ის მთავარი საყრდენი მის ცხოვრებაში და ყოველდღიურად დაქვეითებულ ადამიანებში ოჯახის როლი არის, მშობლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქვე ვიტყვეთ რაღაცას, სულ რამოდენიმე დღის წინ დამიკავშირდა ოჯახი. მათ ყავთ 5 წლის ქალიშვილი, ყველაფერი სცადეს იმისთვის, რომ მეტყველების განვითარება ყოფილიყო, თუმცა, როდესაც შეხედა ოჯახმა, რომ ბავშვს არ აქვს რესურსი, რომ განვითარდეს მეტყველებით, მიმართეს ამ ალტერნატიულ საშუალებას ჟესტურ ენას და თავად მშობლებიც არიან მზად რომ ისწავლონ ჟესტურ ენად. მამის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მამაც ჩაერთო ამ საუბარში და თქვა, რომ მე მინდა რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს ჟესტურ ენად და ჩვენც მშობლებმა რომ ბავშვი ასე ვთქვათ არ დარჩეს ენობრივი განვითარების გარეშე და მნიშვნელოვანია მამის და ზოგადად მშობლების როლი, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი სწორედ მშობლებიდან და ოჯახიდან მოდის. მხარდაჭერა იწყება იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან ჩვენთან და რასაკვირველია, ეს არის პირველ რიგში ოჯახი. თუმცა მე მაინც სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, საზოგადოების სიმწიფის ხარისხი და საზოგადოების სურვილი გამოთქვას არა მხარდაჭერა სიტყვიერად, არამედ გამოხატოს საქმით, კონკრეტული ქცევებით და ასეთ შემთხვევაში დღევანდელი თარიღი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბი, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. ლეკე, დიდი მადლობა მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა თქვენგანს. მე ახლა არ მაქვს საშუალება, რომ პირადად ქსენიას უთხრა მადლობა, პირადად ესმას, მაიკოს, რუსოს უთხრა მადლობა. ყველას ერთად ვეუბნები მადლობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ყურადღებით გვისმენს და არ გავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მე მესმის თქვენი და მე თქვენ მიყვარხართ. აი ეს არის ის მნიშვნელოვანი დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, რაც უნდა გვახსოვდეს წლიდან წლამდე, რაც უნდა გვამხნევებდეს წლიდან წლამდე და მე შეგახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაგრამ არ ვიცი სტუმარი, ნაკლებად ეთქმის ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი გუნდის წევრი, სურდო თარჯიმანი, ფსიქოლოგი ქალბატონი ლეკე ჯაფოშვილი გახლავთ, ხოლო მე ჯერ არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მინდა გაგახსენოთ, ეპიზოდი, რომელმაც რამდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანის ისტორია დაიტია. ჟესტური ენა, მე ვიცი ბავშვობიდანვე, ვინაიდან ორივე მშობელი, დედაც და მამაც არის მენად დაქვეითებული, მათ შეძენილი აქვთ ეს დაავადება და მე მომიწია ისეთ ოჯახში გაზრდა, სადაც არც ერთ მშობელს არ ესმის. მინდოდა ჩემ მშობლებთან ყოველთვის კომუნიკაცია და კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება იყო ჟესტური ენა, რომ ცოდნოდა. და როგორ ვისწავლე რანაირად, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვეულებრივად როგორც ბავშვი სწავლობს თავის მშობლიურ ენას, ისე ვისწავლე მეც. შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენი ბავშვობა თითქმის არაფრით განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისაგან. უბრალოდ განსხვავება, როგორც უსამართლიშნა იყო საკომუნიკაციო ენაში. ამის მიღმა მე რეალურად ვერაფერ განსხვავებას ვერ ვხედავდი, იმიტომ რომ იმ დანაკლისს, რაც ვთქვათ, შეიძლება ჩემი მშობლების სპეციფიკა წარმოადგენდა, გვირსებდნენ ჩვენი ბებია-ბაბუა და მამინა.
გვაქვს როგორც ერთი ჩვეულებრივი ოჯახი. Ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ საკომუნიკაციო ენა გვაქვს ჟესტური ენა. Ამასთან გვაქვს რაღაც წესები და მიდგომები, რომელსაც ვიცავთ. მაგალითად ის, რომ ტელევიზორს აქვს სხვა ჩაწერული. კიდევ ის, რომ სტუმარი მოსვლისას ზას კი არ ეკავს, არამედ ჩუქს გვითებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სახლში იყოს ბევრი ადამიანი, აუცილებლად იქნება სიჩუმე. თუ არ დანებდები ყველაფერი მაგრად გამოგიო. დანარჩენი კიდე იმას, რომ ერთად ყოფნას აი მართლა არაფერი არ ჯობია და აი ერთად მოქმედებას რა და ჩვენ შემთხვევაში ეგ მოხდა მაგალითად. ლუკა არის 7 წლის, ცხოვრობთ კასპში და აქ მეოთხე ხარისხის ძმენა დაქვეითება. წელიწად ნახევარი ვიარეთ, რომ ეს დიაგნოზი გაგვიგო. ზოგადად შობელს უნდა რომ ცოტა კარგს თუ გეტყვიან, იქითკენ გადაიხარო, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ეს კარგი. ჯერ და სადღაც შიგნით რა აუცილებლად ესმოდა ვაჩეს. იმიტომ რომ ვაჩეს რეაქციები ქონდა. მიუღებლობის მომენტი ის გაქვს, რომ აი როგორ საინარანაირად. მაგ დროს საკმარისი არც ცოდნა გქონდა, არც ინფორმაცია, რასთან გქონდა საქმე და გვეჩვენებოდა, რომ კატასტროფა იყო. 6 თვის თავზე გვეთქეს, რომ მას ჰქონდა მეოთხე ხარისხის ძმენა დაქვეითება. როდესაც შევიწყეთ სესილის ძმენის დაქვეითების შესახებ, ჰქონდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი სანერვიულო, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნერვიულობით ვერაფერს ვერ შევცვლიდით და იყო აუცილებელი სწრაფი მოქმედება. რაც გავარკვიეთ იმ ეტაპზე, ერთადერთი გამოსავალი იყო კოხლიარული იმპლანტის ოპერაციის გაკეთება და ჩავდექით ოპერაციის რიგში, დაიგეგმა ოპერაცია და წლის და 8 თვის ასაკში ჩაუტარდა ბავშვს კოხლიარული იმპლანტის ოპერაცია. ელენა ძალიან აქტიური არის, ძალიან უყვარს ადამიანები, კომუნიკაბელურია ძალიან. ხატვა უყვარს, დადის კიდეც ხატვაზე, იმიტომ რომ აი ხატვა და ძერწვა რაღაც ძალიან პატარა ასაკში შეუყვარდა და რაღაც მისი ინტერესის სფერო იყო, რატომაც არა. დადის ხატავს, ძერწავს, თავისი რაღაც ნამუშევრებიც აქვს, გამოფენებიც ქონია ესე რომ ვთქვათ, მიდი ცოტა. ელენა, ცოტა ხანი დაჭიქი. მიდი. თქვენ ალბათ გახსოვთ, რითი დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, იმ შეგრძნებებით, რომელიც უკავშირდება სმენას, ხედველობას და რომელიც შეიძლება რაღაც მიზეზით დაზარალდეს, ან რაღაც მიზეზით დავკარგოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი აღქმა სამყაროსი რადიკალურად იცვლება და ძნელად წარმოსადგენია ამ თემას და კონკრეტული ადამიანის სახელთან დაკავშირებულ კვირეულს, რატომ შეიძლება ან როგორ შეიძლება მიუსადაგოთ კვება. მაგრამ დღეს მე კონკრეტულად ერთი მოდელის შესახებ არ მინდა გესაუბროთ. დღეს მე გარკვეულ თავისებურებებზე მინდა გესაუბროთ, ამიტომ ჩვენი გადაცემის ტრადიციული კომპონენტი კვებით შუქნაშიანი აუცილებლად არის დღევანდელ გადაცემაშიც. კვებით შუქნიშანი და ტრადიციული სამფერის სიმბოლო, რომელიც ყველა გადაცემისთვის საერთოდ დღესაც არის ჩვენს გადაცემაში. მაგრამ კიდევ ერთხელ იმის შესახსენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია კვებაში მრავალფეროვნება. ჩვენ არ შეგვიძლია კვებით დავძლიოთ უკვე არსებული სირთულე მხედველობის დაკარგვასთან ან სმენის დაკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ კონკრეტული პროდუქტებით, კონკრეტული ნივთიერებებით თავიდან ავიცილოთ ესა თუ ის პრობლემა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმოდგენა, რომელიც უკავშირდება სმენის დაქვეითებას და დაკარგვას, ეს არის სხვადასხვა ნივთიერების მოხმარება, ეს არის სხვადასხვა წამლის მოხმარება და ასე შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენები რეალობას შეესაბამება, ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებული ან სრულად არარეალურია, თუმცა რაზედაც დღეს მე მინდა გესაუბროთ, ეს არის ერთი მხრივ აუცილებლობა ბალანსირებული, გაწონასწორებული კვებისა, იმისათვის რომ სმენა იყოს სრულფასოვანი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამოგვადგება ჩვენი თეფში, რომელიც
გულისხმობს სულ ცოტა 5 ფერის, 5 ჯგუფის პროდუქტებს ორგანიზმის ადეკვატური მოხმარებისათვის და მომარაგებისთვის. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს მე შეგახსენოთ ის, რაც ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგად ახსოვს, მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვთქვათ. თუ ჩვენ საუბრობთ სმენასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, თქვენ შეიძლება უამრავი ინფორმაცია მოიპოვოთ, მაგალითად სოციალურ ქსელში. მაგრამ არის თუ არა სანდო ეს ინფორმაცია სმენასთან დაკავშირებით, ან რომელიმე სხვა პრობლემასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება გადაამოწმოთ ხოლმე პროფესიონალებთან. მაგალითად, ძნელად წარმოსადგენია ფაქტი, რომ B12 ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გახდეს სმენის ხარვეზის წინაპირობა. დიახ, B12 ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს ის მდგომარეობა, რომელიც პირველად სწორედ სმენის გაუარესებით გამოვლინდება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ B12 ვიტამინის ძირითადი წყარო არის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სისტემატური მოხმარება შეიძლება არც იყოს საჭირო B12-ით უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ ვიტამინს, მიუხედავად იმისა, რომ B ჯგუფის ვიტამინია, მიუხედავად იმისა, რომ წყალში ხსნადია, აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება. მას აქვს ორგანიზმში დაგროვების უნარი. ანუ B12 ვიტამინი ჩვენს ორგანიზმში სხვა ვიტამინებისაგან, B ჯგუფის სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით ქმნის მარაგს. და ეს მარაგი 3-4 წელიც კი ყოფნის ხოლმე. თუ მოხდა მისი ადეკვატური შევსება. მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ B12-ის ნაკლებობის გამჟღავნებაზე, ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო შეგრძნება კიდურებში. ეს შეიძლება იყოს ჭიანჭველის ცოცვის შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს დაბუჟება. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყოველგვარი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის გარეშე ჩვენ გქონდეს სმენის გაუარესება. ასეთ შემთხვევაში მარტივია სიტუაციის გამოსწორება, რადგან სმენის დაქვეითება თუ გაგვახსენდა და დავუკავშირეთ B12-ის ნაკლებობას, B12-ის ადეკვატური შევსების შემდეგ ხარვეზი სწორდება. ან მაქსიმალურად უახლოვდება ნორმის მაჩვენებას. მაგრამ თუ მდგომარეობა გახანგრძლივდა, სმენის დაზარალების ხარისხი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი და ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა ფასაში აღმოჩნდა B12-ის ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ. თუ თქვენ მსგავსი ჩივილი გაგიჩნდათ, შესაძლოა თქვენ არ გაგახსენდეთ მაშინათვე B12, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც თქვენს განცდებს ჩაუღრმავდებით, მე იმედი მაქვს დღევანდელი გადაცემა გაგახსენდებათ და ის მინიშნებაც, რომ B12 ვიტამინი არ დაგვავიწყდეს მრავალ სხვა შესაძლო მიზეზთა შორის იმისთვის, რომ სმენის ხარვეზი გამოსწორდეს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია, განსაკუთრებით იმის შეხსენება, რომ B12-ის შევსებისთვის ჩვენ რა თქმა უნდა წაგვადგება ხორცი და ხორც პროდუქტები, ღვიძლი, კვერცხი, ნაწილობრივ თევზი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს B12 ვიტამინის თუნდაც მინიმალური რაოდენობა სხვადასხვა სახის ბოსტნეულში, რომელთა კომბინაცია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად იდეალური შევსების წინაპირობა. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.